ყოფილი ქმერი. ავას როგორ მიხარია რომ საბოლოოდ დახუჭე თვალი ჩემს წინას გავლილ ცხოვრებაზე და საბოლოოდ მაპატიე ყველაფერი და ახალი ფურცლიდან ვიწყებ თვასო თამარ მე გითხარი შენ რომ ჩემამდე ვინც იყო არ მაინტერესებს ეხლა ხარ ჩემი თავარია ჩემთან ხარ გათხოვილი ხარ ახლა უკვე მე ვიზრუნებ შენზე თამარ აუ ეხა რაღაცნაირად დეჟავუ მქონდა ვასო დეჟავუ მქონდა ანუ დეჟავუ ანუ ხარი უკვე გათხოვილი ხალი ხარ აი მაგაზე მქონდა დეჟავუ რაღაცნაირად რა არ თამარ მოდი არაფერი არ დამიმალო კარგი თუ რაღაცა დეჟავუ ბარემ ყველა დეჟავუ დაუჩ თქვი ეხლავე არა არაფერი მეტი და არანაირი სიურპრიზი თუ რაღაც არის მითხარი თამარ პრობლემა არ არის მე ხო იცი მე უკვე არაფერი გავაღებ ხო თამარ გამარჯობა. არ არსებობ. ეს ყვავილები შემოგიტანე. აი მე მადლობა ძალიან. თამარ ძალიან მინდოდა შენი ნახვა. ყველაფერი გავაანალიზე. და? ხო და მივხვდი რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი შენს მიმართ და. უკაცრავად ხელს ხო არ გიშლით? არა, ერთი წამით. ერთი წუთით რა. და მინდა რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ რა. ანუ ვერ ხვდები ოღონდ. ანუ მინდა რომ შემირიგდე თამარ რა. ой, აფა! მე ვერ ხედავა აქ. ერთი წუთით ველაპარაკები ხო ადამიანს? ბოდიში ერთი წამით რა. იცი რა, მაგაზე ესე რა უნდა ვქნა, ეხლა რა გავაკეთო რაღაცნაირად არ ვიცი. არაფერს თქმა არ არის, საჭირო დაგელოდები, რამდენი ხანიც გინდა იფიქრე და. ხო, იმიტომ რომ ესე უცებ პასუხს ვერ გეტყვი. კარგი. ვინ არის ეს კაცო? ეს კაცი ვინაა? საიდან მოვიდა? ვინ არის? ეს არის ვასო, ჰუი, არ გაგაცანი. ეს არის ჩემი სუსუსუ პირველი ქმარი. აბა შენ ხარო პირველი ქმარიო მე რომ მითხარი? არა, ხო, პირველი ქმარი შენ ხარ. ეს არის სუსუსუ პირველი ქმარი. ეს არის სუსუსუ პირველი? სუსუსუ რუსუ. კარგი. რუსუ. თამარ აქ დაგელოდო თუ? ხო, და მიხვდე რომ რაღაცნაირად ხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდი ახლა ჩემ ვასოსთან და უნდა წახვიდე. მაპატია მინდოდა, მაგრამ დასამშვიდობებლად ერთი კოცნა არ მეკუთვნის? კოცნა? აუ რატო არა რა ვიცი რა ხდება ვერ ხედავ აქ ბიჭო მე ვაიმე წადი მართლა რა არის ვერ გავიგე რა უხერხულ მდგომარეობაში მაგდე მოდი შეგა დაახვი ხედავ აი ეს ყვავილები არა ეს დამიტოვე კაი კარგი არის დაგელოდები ხო კაი მოვიფიქრებ იცი თამარ რა არის რას გავს ვერ გავიგე ეს ყველა ყვავილები რას მივაწერო რა ვიცი გითხარი თუ რაღაც არის მითხარი ხო მაგრამ რომ გავერკვე თუ არის ვიღაცა კიდე ჩემამდე თუ იყო მითხარი აი რაღაცნაირად დეჟავუ მქონდა ეხლა. რამდენი დეჟავუ მქონდა? აი რა მოგეწონა ამაში? პროსტა მითხარი, რატო გაყევი? რატო გაყევი ცოლად ამას მითხარი ერთი? რატო და ხელი მოვაწერე ამასთან უბრალოდ, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეობა მჭირდებოდა, ხო გესმის? რას მებოდიალები თამარ? რას მოდიალო? საქართველოში დაიბადა ბავშვი უკვე საქართველოს მოქალაქეა. მართლა? კი. აბა მომატყუა? ხო, მოგატყუა. ბარა მოხოჭა, ეხლა მიხვდი, ხო? აუ რა დამპალე ბიჭი ყოფილა? მე ჩემო რა დავაშავე, ვინ არის ეს? რამ შემაყვარა ეს ვინ არის? ვერ გავიგე, არ ვიცი რა, ვერ გავიგე რა. არ ჩამოთვალ ერთი ინკუბატორი ხარ. თამარ. გამარჯობა. აუ როგორ ახალი? დაშვები. რა ვიცი შენ? რა ვიარაფერს. რა დავაკარგე. როგორ გამოვყევი, მოვედი ხა ისევ და წამოდი ხა ჩემთან. ანუ წამოვიდე? უნდა წამოხვიდე ხო, აბა რა უნდა. ძალიან დიდი ბოდიში უკაცრავად რომ ჩავი ვინ არის ეს? წვერებიანი ახალგაზრდა ვინ არის? მე კი არა შენ ვინა ხარ? მე ვინა ვარ? მე ამის ქმარი ვარ, ვინა ვარ? მე და თამარი ვცხოვრობდით ერთად, კარგი ხანი და ერთად ვიყავით დიდი ხანი. მე ქალბატონმა გადაწყვიტა რომ უნდა დაგშორდო ვიღაც მამაკაცი გამოსდა ჩემ ცხოვრებაში. მე არის მამაკაცი, ძმაო, მე. შენ ხარ დავითი? დავითი არა კაცო, მე ვასო ვარ. მოიცა, აბა დავითი გამოჩნდაო? ერთ სიტყვით წამოდი რა. არა, აგიხსნით, ეხა რა მოხდა? ანრი მყავდა, მე ბესო მყავდა, მე შენ რა ქვია? გელა. ხო, გელა, მაგიტომ მყავდი შენ და მე უწევდა დ, თორე. კი არა. ანუ ბრუნდე ქვეყანა ასუები და კიდე ის როგორ ელაპარაკები ბიჭო შენ ჩემ ცოლს?
წავედით ხა. მოდი აგერთი წუთი ასე. ჩემი ცოლია გაუში ხელი ბიჭო. ხელი გაუში ბიჭო, ცოლი არის. ჩემი ცოლია ბიჭო. გაუში ბიჭო. მაინე ძალიან ამაყივა რაღაცნაირად. გაუში ბიჭო, ხელი ეხა დრო. გაუში მართლა ხელი გაუში. აუ, კაი მართლა წადიე ხარ რა, ახალ შექმნილ. ოჯახს ნუ დამინგრებ წადი. კაი, მაშინ მე რა ხო? დაგირეკავ ხო რავე. კაი, დროებით. რას გავს ყველა მითხარი აი რას გავს ყოველივე ეს ამიხსები ვასო არ მითხარა ეხა რომ ეჭვიანობ უკაცრავად არა ვარ საერთოდ ეჭვიანი აუ რაღაცებზე მომსდევ რა და მე გითვლი შენ ამდენი ანკესები და თოფები და რაღაცები რატო გაქვს და საიდან შეადარე ხო ეხა შეადარე ზუსტი შედარება მოიყვანე ზუსტად აუ ეხა შენ გაიხედე რა აბა ქმარი ხომ უნდა გავიცნო ვინ არის? ეს ვინ არის? ამაში გამცვალე რას გავს ეს უყოთო? გახედე ერთი. ამას აქ რა უნდა? გამოიცი ერთი, გამოიცი. რას გავს ეს საცოდავი? ეგრე შეაფასებ ხა ვას. ან ფიზიონომიით რას გავს? ან ინტელექტის მოჩანს ჭუჭუტანაში რეგვენი. არა, ვასო, მომისმენთ. სუფთა რეგვენი, რაში გამცვალე გოგო ამ? აი, რა აქ მაკაც ისეთი რაც მე არ ამაგერდი ძალიან მაინტერესებს რა. არა, აქვს ისეთი რაღაცები, რაც სხვა მამაკაცებს შეიძლება არ ქონდეთ. მაგალითად რა მითხარი რა აქვს იმას იცოდი რომ მე არ აქვს მითხარი ერთი აი ხა ვასო გეტყვი და გეწყინება არ გაუღოთ აბასკარი მე დავიღალე რა ამ ადამიანს რაც მე არ აქვს საგუნებელში ჩამაგდო ამაში როგორ გამცვალე ო არ არსებობს ამაში როგორ გამცვალე ამას უყურეთ ხო გაგცვალე მე გეთქვა კალათბურთელები თუ მოგწონდა არ არის კალათბურთელი ჩვეულებრივი კაი გეხვეწები კაი ჩვეულებრივი ვარ მე კარგად იყავი წავედი რა ვაიმე ეს რა რამე პროსტა არ მეგონა რა ვაიმე კაი რა ვინ არის გოგო ეს? ამაზე არ დამელაპარაკო, აი. ეს ვინ არის გოგო? აი, ამაზე არ მომაყოლო, აი. თავის ზღაპარში მგონია, ფიფქია და 7 ჯუჯა. ეს ვინ იყო გოგო? ვინ იყო? ყველაზე პატარა ჯუჯა იყო, თუ ვინ იყო? ვაიმე, აი, ხარა, ხო გითხარი, არ დამელაპარაკო მაგაზე თქო. რა ხდება? რატო შემიყვარდი? მაინც და მაინც ვერ გავიგე. რომელი ქმარი გამატიებს ამას? თამარ. გილოცავ ძალიან გამიხარდა დედას მიცავა და მინდა რომ ყოველთვის ბედნიერი იყო. აი ამის საქმე დიდი მადლობა. მადლობა ყურადღებისთვის. გენაცვალე შენ. ვინჯან დაბა გოგო ეს? ნუ ერთ-ერთი. თამარ. გილოცავ მინდა რომ სულ ბედნიერი იყო. აი მართლა მინდა მთელი გულით ამის საქმელად მოვიდა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები ყოველთვის ცხოვრებაში. მადლობა დიდი, კარგად. მოიცა კაცო, ეს კაცი ხო იყო წეგან შემოსული, ორჯერ რატო შემოვიდა? არა, პირველად რო შემოვიდა, ის იყო ანდრო. ანდრო. ჩემი მესამე ქმარი და მეორედ რო შემოვიდა, ეგ იყო ბესო. მაგის წყუპის ცალი რა, მე-12 ქმარი ჩემი. ანუ ძმებთან შენ ქალობას გაეტყვი? არა, ბასო, ნახე. ძმებთან როგორ იმას არა, მომისმინე ერთი წუთით, როგორ ჩვენ ვერ გაარჩიე ხა, ხო? წელიწადი ეგრე ვერ ვარჩევდი. აჰა, გასაგებია. აჰა, იპოვე ხო? იპოვე, რა გამოწვერი მაინც ხო? გავაბი. მომძანდი გენაცვალე, მომძანდი. თამარ გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, მოკლედ, რაც სახლიდან წახვედი, იმის შემდეგ შენზე არაფერი არ მსმენოდა და ამიტომ მოვედი, უბრალოდ მაინტერესებდა რა მე ხო არ უჭირს თქო. მაგრამ ეხლა რომ მოვედი, თამარ, დავინახე ეს მამაკაცი, დავრწმუნდი რომ არაფერი არ გიჭირს. ხოჭა შენს გემოვნებას რომ აი ესეთი ღირსეული ადამიანი აგრიჩევი. ხოჭა ნამდვილად. რაც იყო ამისი ყველა უკნარა იყო და აი ადამიანი წესიერად შემოვიდა. მითხარი რომ ეს შენამდე იყო. მოვძანდი ბატონო. შეიძლება დავძინე. დავძანდი ბატონო. ძირს არ დავინახე. ძალიან მეორე თქვენი სახელი? ჩემი ვასილი ბატონო. დავძანდით. ძალიან გამიხარდა. ძალიან გამიხარდა. აი ახალგაზრდა. კარგი ადამიანი. ზდილობიანი და თავარია. დააკაკუნა შემოვიდა. რავაშკაციაო, ჩემზე ამბობს. აი ჭეშმარიტი ადამიანი. ნამდვილი კაი ადამიანი. კი, მაგრამ რატო დაშორდი თამარ? არაჩვეულებრივი პიროვნება. იცი რა, ცოტა ხანში მიხვდები შენ თვითონ ვასო. ცოტა ხანში შენ თვითონ მიხვდები. იცით მე სულ მინდოდა რომ თქვენთან მოსულიყავი და გამეცნოთ ჩემი თამარის მეუღლე. იმიტომ რომ თამარი არის ძალიან შვენიერი ადამიანი და
თამარი იმსახურებს მაგიტომაც ისეთ როგორიც თქვენ ბრძანდებით ვასო ხომ? აი ესეთი მხარბეჭიანი ადამიანი როგორიც თქვენ ხართ. ნამდვილად მე ძალიან მიყვარს თამარ რომ მომწონს ასეთი ადამიანი რომ ჩემი თამარის მეორე ნახევარი რა ხდება? კაცო, შენ მე ვიგონი ვარ, ბიჭო. რა სხვათა შორის ეგ აგრესია ჩემს თამარს. ვიჭე თამარ, ბიჭო, შენ დაიწყო. იგი უფრო აგრესიულად. მომწონს აგრესია ჩემს თამარსაც ძალიან. ვიჭე ეხეთია თამარ, ეს ვინ არის? რა ხდება? რა. დადე ბიჭო, მოშორდია ქედა, შეშობედაო. გაატრიე ჩემს. რატო ეს აგრესიულად? მარტო ხო გითხარი რომ არ მოხვიდე ხოლმე რომ გავხოვდებით ხო? მე რამდენი ოჯახი უნდა დამინგრიო? უბრალოდ ინტერესის ამბავი არის თამარ. კარგი რა. მეც მაგდა? გაატრიე თორნივე, შეშობედაო. შენ პაკოდა შენ ხელი მომკიდა ბიჭო ხელი მომკიდა შენ რაკითხვის ოთახი კარგად მომისმინე ბიჭო ეხლა მოკიდებ ამ პასტას ხელს და დაიწყებ აღიარებითი ჩვენების დაწერას იმიტომ რომ სანამ მე ვარ აქ თორე ჩვენი უფროსი თუ შემოვიდა მანდ უკვე მე ვეღარ დაგეხმარები ამიტომ დროზე დაიწყე აღიარებითი. არაფერსაც არ მოვაწერ ხელს და შენი უფროსისაც არ მეშინია. ხო, ჩაიგდე ბიჭო, რას ქვია არ გეშინია? ჰა? შენ არ გეშინია, მე მეშინია. ეორეთ უფროსე რაღაცას რო იტყვი ცოტა აი მე ფეხის ხო ის ეხა აი ეგ თუ გაიგონა არ ვიცი რას გიწევ. რა უშენ პასუხა. არ მე დაკეთე ცხორით და ეხდე ბაბა გრამბოვია გორზაინთ ბატონო ჯიბუტ აბა მე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს რანაირად კაცო რო დათვრებით სუფრაზე მარტო თქვენ ლაპარაკობთ ხოლმე და ბიჭო ეგ როცა ნასვამი ვარ მაშინ ისი არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი აბა ლამაზო ანგელოზო მოაწერე ხელი თუ არა კოკა-კოლას ხო არ მიირთმევ ა? კი, რატო არა? რა გემრიელია ბიჭო? აბა შეუმდგარო პიროვნებაო. დაბქვი ხა რა და როგორ იყო და რა იყო. მიდი. ადვოკატის გარეშე არაფერს არ ვაღიარებ. ადვოკატით ხო? არც ვიტყვი არაფერს. ანუ ადვოკატით ხო ესე იგი? ადვოკატს ვითხოვ. პრობლემა არ არის ეხლავე. ეხავე გამოგიძახებ ადვოკატს. შემიძლია ადვოკატის გამოძახება? კი, შეგიძლია. როგორ გინდა ხახვის გარეშე მეტი მაიონეზი თუ ციცაკებით, როგორ გირჩევია, აბა? როგორი ადვოკატი გინდა, ბიჭო? პროსტა რა. ჰა? უპასუხე, რა ენა გაქვთ, ბატონო ჯიბუტ? აი ამას თეატრალურზე უნდა ჩაებარებინა. აქ კი არ უნდა იყოს, ეს არის უფრო კომიკი, ხოხმა არის, პროსტა შენ ამას არ იცნო. თუ გადაწყვიტოთ, მაინც მე მეტი მაიონეზით და ცოტა სველი. ცოტა სველი? ხო. აი ხა სიცხილო წამოგივა მაგ შუბლიდან, დაგისველდება ეგ სიფათიც. ანუ აღიარებ თუ არ აღიარებ, ხა ბოლო-ბოლო თუ დაგლეწონ ეკნებში, ა? არ აღიარებ არაფერსაც. არ აღიარებ. ანუ შენ არ მოგიპერია ბებიათვის პენსია, ხო? არა. არ მოგიპარია? უდანაშაულო ხარ? ვა! რა კაი ბიჭი ხარ და როგორ მენანები, ისე რომ დაგლეწო ძოლებს, იცი რას გიზავ მე? იცი რას გიზავ? რა, საბა? აი მაგ მოღუნდულ ნეკნებს ამოგაძრობ. მერე ესე ჩაკუჩით გავასწორებ. მერე თხლად გავთვლი ესე ავაბარგალკებ ცოტას. გაიგე? და დრამის ჯოხებს გავაკეთებ. გაიგე და იმით დაუკრავ. შეახავარო ჭენა ბიჭო. ვა, ესეთი დაჟის მეთოდის შესახებ პირველად მესმის. თქვენ მუსიკოს ხარ ბრძანდებით. 7 წლები მაქვს დამთავრებული. ხო, მე შევანჩინე ეგრევე პიანისტის თითები გაქვთ. არ შეხვეთ შეფ. ამ ლაპარაკში არ შეხვეთ. ბიჭო, მე შენ რა გითხარი, ჩემ თითებს როცა აქებენ არ ჩაერიუმეთი, არ გითხარი? აი შეახვარო ჭენ! არა უბრალოდ ესე კი არ აღიარებ, ხო ბიჭო დანაჩავნოს, ხო? არაფერსაც არ ვაღიარებ. ა? არა. ხო შეგიშინა ბიჭო, რაღაცა ისეთი ფერი გადეს. პანჯარა გამოაღე, მე მგონი ჩაიპუპა ამან ბიჭო. ეგ
ეგეთი ფერი რატო გაქვს? ახალარო კაცო შენ, ა? შეგეშინდო? დ-ვიტამინის ნაკლებობა მაქვს და მაგიტო ვარ თეთრი სახეზე. დ-ვიტამინის ნაკლებობა. მე იმკურნალეში ახალარო კაცო, შენ ანალიზები გაიკეთე, ბიჭო. მაგას ყურადღება ჭირ. მე რო შეხელა ვიყავი, ბიჭო. სიცხლის გადასხმა გინდა, ძმაო, ნაღოლის ამორეცხვა, ზონდე გინდა, თავს უფრთხილდებოდ. შევი ჩემი ფეხები ხარ, ბიჭო, თავს ვარ უფრთხილდები, ა? ახალარო კაცო, შენ. გამიშვი მაშინ და ვიმკურნალებ. შენ მომხედე ბიჭო ეხა? შენ ეხა ისეთ რაღაცას გამომაყენებიებ, რაც ცხოვრებაში არ მიკადრებია, გაიგე? რას იზავ? რას ვიზავ? აი ეხლა განახებ. წამე ბაპა ტელეფონო გაგიგია? ეგ რა არის, რატო? წამე ბაპა ტელეფონო აი ეხლა განახებ. ოთახში ბნელა? რა, სიგნალის მეშინია, რა ოთახში ბნელა? შემოვდივარ. რა შემოდიხარ? ველზე მოციშველი ვარ. ჯიბიდან ვიღებ პლასკაკლუც. პლასკაკუცი რა დგინა? პლასკაკუცი რას მიპირებ, გოგო? ნეკატის ბრჭხილზე მოვკიდე ხელი და მოგაცალე ნეკატის ბრჭხილი. მომაცილეთ ეს მანიაკი და შუქი ძალიან გარი რა ჯანდაბა. ვინები არიან ესენი? როგორია? ჩვენი არიაში. იქნება აღიარება. არ ვარ პროფესიონალი ბიჭო. პროფი ხარ, პროფი. ეხლა თუ მიაწვევით იქნება აღიაროთ. აღიარაში ახალარო შენა ბიჭო. არაფერსაც არ ვაღიარებ, ესე ვერ გამტეხავთ. ვერ გაგტეხავ? რომ მომინდეს მუხლებში დაგამტრო და ხერხემაში გადაგტეხავ ახალარო, მაგრამ კანონი არ მიწყობს სკელს ამათი დედამო. გვიში ახალარო რამდენი იყავით ბიჭო? 4 რო ვიყავით, ამას არასოდეს არ ვიტყვი. აიც არ ამბობს ეს ახვარი რამდენია. აუ თქვენი ერთუჯრედიანი დედა რა გავაკეთო? არ ვიცი რაღაცა. აი რა იყო მწირავ თუ დანაშაულო ვარ და უდანაშაულოს წირავთ? როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა? ესე იგი მე გწირავ, ხო? ზუსტად, ზუსტად. მე უნდა გაგწირო შენ, ხო? ეგრე გამოდის. კარგი, მაშინ მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვიქნებ, ეხა შემოვიყვარ მე იმაზე ამოცნობაზე. და ისინი იტყვიან, შენ იყავი თუ არ იყავი? აბა შემოდით. გელა შემოუშვი. მალე, მაგდენი დრო არა მაქვს, მალე. მობრძანეთ ქალბატონო. მოდი, მალე, მაგდენი დრო არა მაქვს, მოდი. ადაკი შენ. აბა იქიდან შემოხედეთ ქალბატონო. აბა? კარგად დააკვირდეთ. ჩემთან გადმოდი. აბა ქალბატონო ბებო. ამ სამიდან რომელი ბიჭი იყო? კარგად დააკვირდი. აი ეს ბიჭი. ესა ხო ეს ახალარი, ხო ეს? დაეგდეში ახალარი. ესია, ვერ გავიდა. დაეგდე, მადლობა. გაიგე? ამოგიწრეს თუ არა? გოგოები იყვნენ ეს რა? ხმა ბიჭო. არჩე შენ ნერვები არა მაქვს რა გეუნები რა. ეხა ისე რაც ნერვები მაქვს ბოლო კი ეს კვირა დაძაბული ვარ რაღაცა აი ძალიან ისე ვარ თუ დაგლეწავდი გეუნები რა. აი მე ეხლა გავალ ტელეფონზეც დამირეკეს. ხო წყლის ჭავლი გაამზადე და მეც მოვდივარ ხო. აი გასასვლელი ვარ რა. ჩვენი უფროსის ბიჭის ნათლობაა გაიგე და რო არ მივიდეს შანსი არ არის რა და უცე მივალ კი ბატონო და რომ მოახელი მოწერილი კონდეს შენი იმედი მაქვს ეჭვის არ შეგება დავაი აბა ჰე გამოვდივარ ხო ბიჭო გაამზადეთ ეგ წყლჭავლის მანქანები ხო თავი ბიჭო აუ ზმურად დაწერე რა აღიარებითი ჩვენება რა კაცი არ ხარ ბიჭო მოდი ესე მოვიქცეთ შენ ახლა მე გამიშვი და მე პირველობას მოგცემ რომ მე დანაშაულს აღარ ჩავიდენ ჰა ანუ შენ ფიქრობ რომ ახლა მე ესე უბრალოდ ავდგები და გაგიშვებ აბა დაიფიცე რომ აღარ ჩაიდენ დედას გეფიცები დედას მეფიცები რა რომ აღარ ჩავიდენ რომ აღარ ჩავიდენ დანაშაულს ეგ არის რა წადი მოიცა მართლა წავიდე ხო დაიფიცე ბიჭო ტყუილზე დაიფიცე ბიჭო არა რა თქვი რა დედას გეფიცები ნაკდად კაცო ხო და ადექი და წადი ის რა ქვია ფული რო არ მაქვს წასასვლელი ფული არ ფულიც მე ხوار მოკცებარემ 5 ლარი გეყოფა ბიჭო კი ვიყოფინებ არა ხوار ჯობია გამიყვანო
ანუ მე აბდგე და გაგიყვანო, ბიჭო, შენ ძალიან ხوار გაგივიდა, თავს რამე გაგიყვანო, ბიჭო. გასაღებს მოკიდე ხელი და გადი შენ თვითონ. მანქანა აყენია პარკინგზე. კარგი, ხო? იდეკაით ვერ თავზე მოვაჭამდი ამას, რად გამასწრო ტიპმა იმენა რა. ანუ დედა დაფიცებული აქვს. ახალი რძალი თეატრალების ოჯახში. გაიხარე. რაღაცნაირად ძალიან ნერვიულობ. იმედი მაქვს მოვეწონები შენს მშობლებს. ვა, რა განერვიულებს, რა თქმა უნდა მოეწონები. მაგრამ გამოვიყურები? რაღაცას გეტყვი რა. ეს ჩემი მშობლები თეატრალები არიან. ჩვენთან ოჯახს ზოგადად რა ხუთი თაობა არტისტები ცხოვრობდნენ და რაღაცა და რამე უცნაურობა თუ შეამჩნია გაატარე რა ჩვეულებრივი თემაა ჩვენთან, ხო? არა, რა პრობლემაა? რა ლამაზი სახლი გაგზავნა? დაბძანდი სადმე დაჯექი. მოვა ეხა მამა ჩემი დედა ჩემი. გაიმისლები და დახვრეტის მოლოდინში კეთილად მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენი და იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს დიახაც გაიხსენებს მამამისმა ყინული სანახავთ რომ წაიყვანა პირველად ბრავო არა ჩაოლებრე გენიოსია ეხა რა ხდება არაფერი ვისა მოგესალმა გამარჯობა გამარჯობა მოგესალმებით დაბრძანდი შვილო რა ხდება აი ჩემი რჩეული ძალიან სასიამოვნოა მეცია ყوار იქნებ უფრო ახლოს გაგვაცნო შვილო რა ხდება რა მდგომარეობაა ჩვენს ანუ ჩემმა ბიჭმა სატრფო მოგვიტანა სახლში გაჩერდი რა ხდება ბეკა არა ხო ჩემმა შვილმა სატრფო მოიყვანა სახლში ღმერთო ჩემო რას მოვესწარი ნამდვილი არსებაა შვილო ბეკა მეშინია კაი ნუ მეშინია მამა თავი აკონტროლე რა ღმერთო ჩემო ეს მრიცხველიც ტრიალებს და ტრიალებს უმოწყალოდ ტრიალებს და წერს წყევლიც იღავ თელმიკო რამე თუ აღიარი არტაშანი და შეუერთი უღრთოთა ეკა რა ხდება ეს გადასახადი მოვიდა ხო მაგრამ მამიკო მაინც რამდენია გადასახადი 20 50 60 გავგიჟდი 20 30 70 ანუ შენ გონია რომ 20 70 ეს თანხა აბა რამდენია გადასახდელი 15 რამდენი 15 ანუ 15 ხო რა უცებ დაამოღამე ყოჩა შენ ხო ეგ არის კარგი მამიკო 15 ლარის გამო არ ინერიულოდ გადაიხდით მაგას რა პრობლემაა ახალო შემობრძანებულო ძალო შენ გონია რომ 15 ლარი ესე ციდან პრინავს 2 წელი რეპეტიციობდი მთავაროლზე 2 წელი მაგიდასთან მიჯექი და ტექსტს სწავლობდი 2 წელი ვემზადებოდი ფსიქოლოგიურად და თეატრში როცა პრემიერა მქონდა მთელი ეს ნაშრომი და ნამოღვაწარი სიმწრით შეგროვებული 6 ლარი ნახევარი ვიღაც დამპალ თელმიკოს უნდა შევატენო ეკა რა ხდება ჩემს ხო გითხარი რაღაც ჩემო ზალო თუ შეიძლება წავდგები სიტყვით მეც ბრძანე ხალხო რა მე თუ მეუღლე ვარ მისი და შვილია ჩემი თქვენ ალბათ თეატრალური გაქვთ დამთავრებული ხო შვილო არა მე არ ვისწავლი არასოდეს თეატრალურში არა ალბათ სკოლის პერიოდში თქვენს მშობლებს მაინც დაყავდით სადმე თეატრალურ დასში სადაც ხელოვნებას ეზიარებოდით რავი არა ეს როგორ გავიგო მაშინ კი მაგრამ რატომ მოგიყვანდა ჩემმა თეატრალმა შვილმა თქვენ ვიღაც რიგითი ქალი ანუ რა არის ბეკა თუმცა ვიცი ჯერ არ დაუნთავრებ ვიცი ალბათ შეეცოდა ვინ? შეეცოდა ბრavo შვილო ის მაინც სითხარი პრემიერა იყო თუ შენამდე სხვასაც ქონდა ნანახი სპექტაკლი
არა, ისე, ანუ ქალიშვილი იყო თუ რაღაც სინას მე რებეკა. კარგი რა დედა რა. თუ თეატრალი არ არის? რა, არ შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანი იყოს? არა! შენ რა გჭირს? არაფერი, მათ ენაზე ველაპარაკე. უკაცრავად! უკაცრავად რომ შემოგაჭერით. ვის? პროფესიით ვინ ბრძანდებით? ხასავ. მე? შენ გიკითხება. მე იურისტი ვარ. იურისტი. იურისტი ვარ. იურისტი, მომაკვდავი პროფესიის წარმომადგენელი ყოფილხარ. პირველად ვნახე მომაკვდავი პროფესიის წარმომადგენელი. ესე იგი არავინ არ ყოფილხართ. არავინ რატო არ ვარ ხა იურისტი ვარ. ხო, იურისტია. გავიგენ! თქვენ იურისტებს თემი დაგმართავთ და ჩვენ მსახიობებს რობიკო. ანუ არავინ არ ხარ. გონი კარზია ვიდმე. შენ არ იცი, არ არსებობს დიდი და პატარა. დაიჩოქე და ისე შემოდი მტარბალო რომელი ხარ მანდ. ჰოი რაღაც რადი ჩამოკრავებურებით ზარმა. როგორი მურტალი ყოფილა ეს წუთის სოფელი. ვაი რომ ყველანი დიადი განსაცდელის მოლოდინში ვარ. რას გვიმზადებს ცხოვრება მტარბალი ამოღარღე უგუნურო. ბრძანდეთ ბატონო. ლიფტის მატორი გაფუჭდა. ეხლა ხასარ შევაკეთეთ ბატონო. და სასლარს ვაგროვებთ, მილორდ. ასასი ლარი რა ამბავია? ძალიან ძვირია. პრემიაში 6 თარნახევარი მაქვს და 100 ლარი როგორ გადავიხადო? ვერ გადავიხდით, ქმარო ჩემო. ანუ უარს მეუბნებით? ფიზიკურად არ შეგვიძლია. ასეც ვიცოდი. ასეც ვიცოდი რომ ჩვენი ბედკრული კორპუსი ფეხებზე გეკიდათ. ფურთხის ღირსნი ხართ. თქვენ წავედი მე და ნუ გამაჩერებ და არც მოვბრუნდები. მოიცა გაგაცილებთ. კაცი ხო? თქვენც თეატრალი ხართ ხო ალბათ? არა კაცო, კორპუსის თავმჯდომარე ვარ, უბრალოდ ამათ ასე თუ არ ელაპარაკე შვილო არ ესმით. ხო ხედავ, არც ლიფტის ფულს დაგესები და არაფერს რა. გრცხვენოდეთ! ნახვამდის. შვილო ჩემო, ეცადე რომ ჩვენ ჭკუაზე გადმოიყვანო. თორემ თვალით არ დავენახო არც შენ და არც ის. სწორედ ესა, ჯინსების თაობა. მე დავასრულე სათქმელი ჩემი. კარგად ბრძანდებოდე, მეუღლებ ჩემო. კარგად. ბრავო! ბრავო! მამა. სენისორს რა უყოთ? აი მე რა გავხნო. აი მე სენისტორს რა უყოთ? დახუფე და ქვემოთ სარდაფში გრილადგილა შეინახე. კაეშანი რომ მოგვაწება შემისუნკოთ. არა, მოდი თქვენ იყავით ყველა და მე ჩავიტან რა. ამ სენისტორს. ხო? ანუ ქვემოთ ჩავიტანო, ხო? აი გვერდით გაიტანე ოთახში და იქ დადე კარადები. შეუმადრუკო. რავი, გამივარდა ხელიდან. რა გაგეთა? სირე და დიდი დარბაზი ერთმანეთში აზელილა. ეს ხომოჯახი იყო ჩვენი. შენ მაქედან გამოუყევი, მე აქედან შემოუყვები. ბეკა, შენ მიდი შუაში. კარგი რა დაწყო. გამიშვით რა. ეს ამატარი ჩემია მეუღლე. ეს ხარი ფლირტი და ქალისმართ. მადლობა. გილოცავ ჩემო საყვარელო, დაბადების დღეს სუბედნიერი იყავი, აი სულ შე როგორც გინდა ისე იყავი და აი ესეთი გახარებული და ბედნიერი იყავი, სულ როგორც ეხლა ხარ. აბა სადორიო. ვის ელოდები? ელოდები ვინმეს კიდე. გოგო, ხო, თათია უნდა მოვიდეს, ჩემი თათია. ძალიან კაია, ძალიან. კაი, თათია მოვიდეს. კი, ძალიან საყვარელი. გაუღო. არა.
კაი. თათია მოვიდა. გამარჯობა გილოცავთ. გილოცავთ ცია. ციაკო გილოცავ. ხო, მადლობა, ძალიან გამახარე რომ მოხვედი. ბაუეს. ანუ აგრესიულად თქვენ რა? ცია რა ხდება კი მაგრამ? მე არაფერი თათ. არა მოგილოცე და რაღაც თათია, ეხლა გთხოვ. არა, გთხოვ, თავი ხელში აიყვანე. ჩემი დაბადების დღე და არ ჩამაშხამო სისულელების გამო რაღაც ეს უაზრო ბავშვური ეჭვიანობა არ მინდა. ოკეი? კაი, ნახე, შეხარ პატარა და გამოვხატე ჩემი სიყვარული რაღაც პატარაცი და ნუ ეს არის რაღაცა დიდი, მაღალი, რაღაცა გოთფერანი, რაღაცა ეს ხარბეჭი. რა ხდება? ცია ვერ გავიგე, რა ხარბეჭი ანი. კაი, თათი იხუმრა ეხლა ალბათ. ცია გილოცავთ, მოკლედ დავადა აი ეს ცირედი საჩუქარი ჩვენგან. ხო, აი ეს შენ მომიტანე? არა, მე ვიყიდე ეს უნდა მოხო გიყვარს, ვიცოდი ზუსტად გინდოდა. არა, მოგიტანე. მე გიყიდე ცია, ეს უნდა მოხო ის იყო შენ რო გინდოდა და შენი საყვარელი. აუ, არ ვიცი რას გისავ რა, ძალიან გამახარე. მაგრამ მე საჩუქარი არ მინდოდა, იმიტომ რომ ისედაც ნახე, აი შენ რო აქეთ იქედან პატარ-პატარა ბანტები დაგემაგრებინა. ცია რა გავხსნე, ცია. ანუ ნახე, ანუ საჩუქარი მე გიყიდი და ანუ რა ბანტები და რა. თათია გთხოვ. ანუ რა გთხოვ? თავი ხელში აიყვანე, მოდი დავიდე. ხო, შენ აქ დაჭიქი. ხო, თათი. დავი. მიირთვით ყველაფერი კარგი. შენ დავიწყეთ უკვე დალევა და აუგიო, მართლა ძალიან მადლობა. მოიცადე, თქვენი ხები არ არიან, არა, ჯერ მოახერხა რა, ჩემმა და არ არიან. შენი? არა, მარტო გოგოებმა გადავწყვეტეთ და მითხარი რა გინდა და მე გადმოგიღებ. თუ კიდე მე გადმოგიღებ, გიო. არა უშავს, მაგრამ მე ჩემ თვითონ შევჭამ, ჩემით რაღაცეებს თუ შე. აუ, გიო, ერთ წუთს შეგიძლია რაღაც მჭირდება, რაღაც უნდა გთხოვ. არა. არა, ჯერ ხო არც იცი საერთოდ რას გთხოვ და ერთი წამი მართლა დახმარება მჭირდება, ბუში. ბუსი რა. აუ, ერთი წამი. არაფერი, თან რა ბუსი რა. არა, გოგო, ბუსი მის. ანუ შენ მოხოს ბუსის რო გეძახის? აბა მე რატო ლაპარაკობ მარტო რო ანუ მე პროტესტებ მარტო გიო. თათია რა გჭირს გთხოვ დაქალები არ ვარ? ბუსი მე არ ვეძახი. აუ, რაღაცა დახმა. ვაი, მე სასაური თუ გიდა. ბუშა, გამომხევი რა ერთი წუთი რა. რა ბიჭო, უბრალოდ მართლა არ ვიცი, ანუ წყალი ჟონავს და ის საიდან აი აქ რაღაცა გაყვანილობი რო ნახო საიდან. არ ვიცი. ანუ სატექნიკის ნომერი მაქვს, მოგცემე ხავი და არა, ანუ არ შემეძლო, ონკანი შეკეთება და ეგეთი რაღაცები არ ვიცი, ანუ მართლა. როგორ არა, შენ ჩემი რაღაც გმირი ხარ, სუპერ გმირი. მისვენიან როგორ არ ვიცი, ონკანი შეკეთება, მაგრამ ხალხი მყავს, მიყვარს ჩემი ცოლი და ონკანის შეკეთება არ შემიძლია. ანუ არ შეგიძლია და არ გინდა შეგინდა რომ შეაკეთო ონკანი? არც თუ შესაკეთებელია, რავი, ეხლა. ხო, შესაკეთებელია, მართლა მაინტერესებს უბრალოდ შემოხედე ერთი წუთი. აი აქ რაღაცა სადღაც რაღაცა შნურებია მან და ეხოცები თქვენ მიირთვით რა, აქეთ იყავი ყურადღებით, მიირთვით რაღაცა. კი, აქედან ჟონავს. ნახე. კი, აი აქედან ჟონავს. აი აქედან ჟონავს. ვაიმე. ანუ რა ხდება გამაგებინე გიო რა არის? არა, ერთი წუთით ეხა მე მინდა რომ სადღეგრძელო დავიო. ჟონავდა, რა ვიცი, მილჯი. რატო ჟონავდა? ონკანი ჟონავს. მაოგნე. აი, დავწნარდეთ ერთი წუთით. სადღეგრძელო. მინდა რომ სადღეგრძელო დავლიო ეხა. ცია. სადღეგრძელო. აუ, კაი, გიხოცები, არა, არ მინდა რაღაც სადღეგრძელოები, რაღაც ისულელები არ გვინდა. მოდი, ახლა ცოტა გავერთოთ თამაშები, ცეკვები, რაღაცა გადავიდეთ თამაშზე. ოკეი? ანუ რაღაც ეს დაბადების დღის პონჩი თამაშები არ გვინდა, აგიო? ანუ ნახე რა უნდა გავაკეთოთ. კაი რა ბავშვები ხო არ ვართ. თვალები უნდა აიხვიოთ და უნდა მოძებნოთ იუბილარი. არ გვინდა რა გიხოცები თამაშები. როგორ არის? კარგი, აი მოდი ეხლა
მე მინდა ერთი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ რა. აი ჩვენ გოგოებო, როგორი მეგობრებიც ვართ. აი ჩვენ გაგვიმარჯოს, აი ჩვენი მეგობრობის თამადობით ყველა მეგობარზე დაქალს გაუმარჯოს. აუ ბაზარი არა, მართლა გაუმარჯოს. ყველას გაუმარჯოს. აუ ეხა ერთი ძალიან მაგარი გოგოს ამბავი ისტორია გამახსენდა უცბად რა. ანუ მეც მეგობრობ მაგ გოგოსთან და ნუ აი რაღაცნაირი სიტუაციაშია რა. თვითონ არის ძალიან კარგი ვიზუალის, რაღაც ეს გამოძერწილი ტანი აქვს. შავგრემანია, ოდნავ პუტკუნაა, მაგრამ ნუ ძალიან რაღაცა ეშხი აქვს, აი თვალწარბი და რაღაცა ძალიან ისეთია რა, სულ ჩანს ყველგან და ანუ ამ გოგოს ერთი ტიპი მოწონს ძალიან რა. ხო და ანუ არ იცის უბრალოდ იმ ტიპსაც მოსწონს ეს გოგო თუ არ მოსწონს და ხო ხტები ანუ არეულობაშია რა და არა და სთხოვს ეს გოგო რა. აი უბრალოდ თვალი რო ჩამიკრაო რა. ან თვალი ჩამიკარიო, ან რაღაცა უბრალოდ თვა მომკაჩეო რა. რაღაცა მანიშნე გთხოვ. ანუ მოგწონვა თუ არ მოგწონვა რომ მანიშნო. რა ხდება? გამოგებინი, ანუ რა ისტორიას ხვდები? ანუ თათია არაფერი მე კი არა გოგო იმ გოგოზე თვითონ რომ მოეწონა იმ რაღაცნაირი ბიჭი რომ მოწონს. უთკუნა ბიჭია, ხო და რაღაცას მხრები და განიერი და გოგო შენ მომისმინე ერთი წუთით ახლა აი მაგრა გეტყობა რომ დაქალს ახევ ქმარს და ეხავს შენ თავს ფიცავარ. ხარ ხადაობ შენ ეხავს რა აი გეტყობა რომ ქმარს ახევ გოგოს და ეხავს. აი ერთი წამი წარმოვიდგინე თათიას ადგილზე თავი და მაგრა გამიტყდა რა. მართლა ეხავს. ერთი ვაფშე არ ვახევ, უბრალოდ ცოტა ხნით დავიღებ და დავდებ ისევ თავის ადგილას ხო? საიღებ და დადებ აფრენშე. აუ თამნა გეხვეწები რა. სანამ გიოს გავისურვდი, მანამდე შენი ქმარი იყო და შენ ქმარზე არ ტეხავდა და ეხა თათიას ქმარზე ტეხავ. მოიცი? ვერ გავიგე რა თქი? მე ტორტი. თით რა თქვი ვერ გავიგე. ტორტი კაია, ტორტი შემოვიტანოთ რა. ტორტი, ჩემარები, ტორტი, ტორტი, ტორტი. ტორტი, ვინ შემოვიტანე? მე. აუ რაღაცა არავის არ უნდა რომ ტორტი შემოვიტანო. როგორ არა, მე შემოვიტანე. მე შემოვიტანე. აი, მამრობითის კეში წარმომადგენელს ვეძებ და ხო არ გინახავ? კაი, შემოვიტან, მე შემოვიტან ტორტს. შემოვიტან ტორტს. ანუ ერთი წუთით, ანუ შენ რატო შემოვიტან გიო? ანუ ჩვენ გოგვები ვართ და ჩემოთან უმღერე. ანუ ტორტი ხო ცოტა მძიმე არის, შეიძლება იგულისხმა რომ მამრობითი, ანუ უფრო მძიმე რომ არა, ანუ შენ გინდა რომ ტორტი შემო. ანუ ტორტი უბრალოდ ტორტი. ანუ ერთი წუთი, შენ გინდა რომ ტორტი შემო. ანუ ციაკოს და რავი, ტორტი შემოტანა მინდა კი რა. გიო რავი, ტორტი რო შემოვიტანო, რა უჭირს? რატო უნდა შემოუტანო, როცა შენ რავი, კაი შემოუტანო. რავი, ტორტი შემოვიტანო, შეიძლება. რა გჭირს, რატო მარშხამებ დაბადან ტორტი შემოტანის გამო ეხა ეს ამ ხელა რაღაც გეხოთ ისტორიჩკა ხარ რა უბრალოდ. კაი, всё, უნდა შემოიტანო. რეჭვიანი ხარ თავს, ეხა ჩემზე მე მგონი საჭვიანო არ გაქვს. მიმღერეთ ეხლა რა რაღაცა ლამაზი დღეა, რანათელიზეა, იმიტომ რომ დღეს იაკოს დაბადების დღეა. გილოცავ თია და ჩაიფიქრე სურვილი, რასაც ჩაიფიქრე მაგისრულდება. ვაი, სხვა რამე ჩაიფიქრე, რა გეხვეწები რა. ანუ სხვა რამე ჩემი დაბადების დღეა და აუ ძალიან ცუდია რომ ეხა ჩვენ შორის ტორტია. ვაი, მე ერთი წუთი გეხვეწები რა, სხვა რამ ჩააქრე რა. ანუ რატო ვისა? ერთად ჩავაქროთ, მოდი ერთად. ორი და ერთ წამი თათია. ერთი წამი, ბუსი გეხვეწები, ამას უყურე. მიდი ჩავაქროთ 1, 2 და 3. აუ მოდი რა ხდება ერთად რატო ჩააქრეთ სანტი? მე რა მოხდა? თათი ვერ ვხვდები რა მოხდა. მართლა რა მოხდა გოგო? მოდი არა და შეგასინჯვა. მარტო ციაკოს რო ჩაექრო არ შეიძლებოდა. იმადის დაგდები? ჩავაქროთ. მართლა რა გჭირს? თათია, გთხოვ ტორტია, ჩემი დაბადების დღე. კაი, დაბადების დღეა ხალხალია. გავსინჯოთ ტორტის გასინჯვის ცერემონია მოვაწყოთ. კაი? ანუ ჩემსკენ არის ეს ტრადიცია რა, მოკლედ რა, ანუ ვისაც შემოაქვს ტორტიო იუბილარისთვისო. მე იუბილარმა უნდა გაასინჯოსო და გავასინჯებ ხო თუ არ მცემ თათი რავი. იმედი არ ეჭვია. ანუ ვისკენ არის ტრადიცია, ტრადიცია. ჩემებისკენ იქეთ. საიდან ხარ შენ? ერთი წუთი მეც არ მსვენია მაგ ტრადიციას. აი ხა ნახე, ყურე, მოკლედ ესე კრემი ხო არის? კრემი ავიღე. და შენ უნდა გასინჯო რა. მოდი გასინჯო. აქედან დაიწყე. ხო, რავი, გასინჯო. ნელ-ნელა რა პრობლემაა. გიო რა შვები გიო გასინჯო თხოვი ხარ. ტორტი გასინჯეო ადამიანმა რაღაცა ტრადიცია აქვს, თათი რა მოხდა? ანუ ჩემი
შენებისკენ ტრადიცია რომ ტორტი უნდა გასინჯოს და რა არის ამაში? ანუ ჯერ საჩენებისკენ და მე სადასინჯინებ? შენ ნორმალური ხარ? აი ერთი წამი დავწყნავდეთ ეხა. რავი, ტორტის გასინჯვა მინდა. ანუ აქედან გინდა ჩემთან რატო არ სინჯი? გადვაჯექი რა. არ მასინჯებ. ხოდა გასინჯე მე რეგია გასინჯოს. შენთან არა. მოდი რა თათი რა წავალ რა მე ძალიან უხერხული სიტუაცია არის მარტო ხალბატონები ხარ და რაღაცნაირად მე ვარ ერთი კაცი მე მგონი ძალიან უხერხულა რაღაც არაკომფორტული გარემოიქმნა რა გიწოდოდა რა ჯობია ტაქსი წავა წავიდეს გიო და ან ერთად წავა და შენ ვინ ახარ რომ მიწესებ აქ ჩემ დაბადების დღეზე სტუმარი წავიდეს თუ მოვიდეს ანუ ჩემი ქმარია გიო რა და მაშინ გეთქვა რომ აქ სხვები არ იქნებოდნენ არა მართლა უნდა ჩემი დაბადების დღეა და შენ ვერ გადამიწყვიტა მაგას ვინ წავა და ვინ დარჩება არა უხერხული სიტუაცია შენ ხარ უხერხულა უხერხულად დისკომფორტი გაქვს რაღაცნაირი კი იმიტომ რომ ამდენ გოგუები და ერთი გადით რა წავიდა გიოს აქვს დისკომფორტი გიო შენ აქ იყავი ჩემო საყვარელ დადი გიო შენ დისკომფორტია ანუ და მე და გიო ბაბო აქ რეშე დისკომფორტი არის ბაბო რა დისკომფორტი გააფრინე ეგ არ ანუ ეგ კი არ მიგულისხმია მოვიდა შეგახრამუნა გიო თვალები აიკარი დროზე მიდი რატო აიკარი თვალები რატო უნდა მოძებნო ეხა კრემიანი იუბილარი და თან უნდა გასინჯო და შეახრამუნა მიდი გიო აბა მოძებნე ხო და უნდა გასინჯო ეხლა კრემიანი იუბილარი. მიდი გიო. მოდი მიდი. სად არის აბა კრემიანი იუბილარი? ტაშით მომაგენი. ხოიმა გიო. თამაშობთ თათი. ანუ იპოვე კრემიანი იუბილარი თამაშია უბრალოდ. ზუსტად. კეფისები თამაშობთ. ხო და რატო თამაშობ გიო? რავი თამაშია და მაგით. გოგო რა გჭირს მართლა თათია იმკურნალებ ნერვი უვობ. მე რატო არ მეთამაშები გიო? ვაიმე არ გვაქვს ხოლმე ტორტი თათი და რანაირად ანუ შენ უნდა გუშინცი ხო და შენ მოგწონს რომ თამაშო? რავი მომწონს თათი თამაში მომწონს რავი რა რატო არ თამაშობ გიო მე ცხები ხო არ მეთამაშები ხოლმე თათი და რა გამაყენე მე თამაშობ ხო და მე თამაშობ ყველაფერაგე ხოცები და ვაიმე თამაში მინდა ხალხო თამაში